ოზემპიკის დოზის გამოთვლის და გამოყენების ინსტრუქცია მინდა გაჩვენოთ, რადგან ამ ბოლო დროს ხშირად მიწევს პაციენტებისთვის ინდივიდუალურად ამ ინფორმაციის გადაგზავნა. ეხლა უკვე მოგეხსენებათ, შეიძლება აფთიაქებში მედიკამენტის ოფიციალურად შეძენა ექიმის ფორმაასის საფუძველზე, რაც რა თქმა უნდა კარგია და ხარისხის გარანტიაა. შეძენის შემთხვევაში აიღებთ ესეთ ყუთს, სადაც მოთავსებული არის ნემსები ცალკე და თვითონ კალამი, სადაც არის სამკურნალო ნივთიერება მოთავსებული. გაჩვენებთ პირველად თავებს ნემსის. აქ არის 4 ცალი ნემსი, რადგან თვითონ ეს კალამი არის 4 ინექცია. დოზა არის 1 მილიგრამი, 1 მილიგრამიანი დოზით არის და ანუ 4-ჯერ 1 მილიგრამი დოზა არის შიგნით მოთავსებული. ერთი თვის რაოდენობა არის ეს. მაგრამ რამდენადაც თავდაპირველად მედიკამენტი ინიშნება საცდელი ადაპტაციური დოზით 0.25 მილიგრამი ან შემდეგ 0.5 1/10 მილიგრამი, ხშირად გვიწევს დოზის გამოთვლა და გადაყვანა შესაბამის დანიშნულ დოზაზე. რადგან პაციენტმა რომ შეიძინოს 0.25 ან 0.5, ბევრად უფრო ძვირი დაუჯდება მას. ამიტომ 1 მილიგრამიანს ურჩევთ პაციენტს და ვასწავლით მერე როგორ გამოითვალოს 1 მილიგრამიდან 0.25 ან 0.5. ეს თავსახური აქვს. აქ არის მოთავსებული თვითონ სითხე, წამალი, ბოლოში უმაგრდება ნემსი, თავი და აქედან ხდება დოზის დათვლა. ესე ვატრიალებთ და აი ამ თითო გადატრიალებას ვითვლით. აი ესე 18-ზე რო დავითვლით, ეს იქნება 0.25 მილიგრამი. ხოლო თუ 36-ჯერ დავითვლით, იქნება 0.5 მილიგრამი. თუ პლუს მინუს 1-2 გადატრიალებაც კაპუნის ხმა, იქით-აქეთ ეს დიდად დოზას არ ცვლის და ამაზე არ ინერვიულოთ. თუ ზუსტად ვერ დაითვალეთ, უკანაც შეგიძლიათ ჩვეულებრივად დაატრიალოთ, ამითი არაფერი არ შავდება. ესე ტრიალდება და ბოლოში გამოჩნდება მხოლოდ და მხოლოდ ერთიანი, იმიტომ რომ თვითონ კალამი არის 1 მილიგრამი დოზით. მოკლედ ესე დავითვლით დოზას. ბოლოში აქ ვამაგრებთ ნემს. ესე ავიღებთ ნემს და ესე დავახრახნით. მოვაძრობთ ამ თავს და აქ კიდე მეორე დამცავი თავი. ინექციის ბოლოს თუ ესეთი პატარა წვეთი შენიშნეთ სითხის, არ შეგეშინდეთ, ეს ნორმალურია. და იგივენაირად დავაფარებთ და მოვაძრობთ თავს და გადავაგდებთ, ყოველ ჯერზე ახალი ნემსი უნდა გამოვიყენოთ. ეს ასე. თვითონ ინექციის ადგილს რაც შეეხება, შეგიძლიათ გაიკეთოთ ჭიპის ირგვლივ, მკლავზე ან ბარძაყის წინა ზედაპირზე. თვითონ კანის ზედაპირს დამუშავება არ სჭირდება, პირდაპირ ვიკეთებთ აი ესეთი ფორმით. ვაწვევით თვითონ აი ამ ღილაკს და როდესაც უკვე ბოლომდე ჩატრიალდება ეს ღილაკი, დატრიალდება, გამოსცემს კაპუნის ხმას. როცა უკვე შევიყვანთ ნივთიერებას კანში, რამოდენიმე წამი 6-მდე უნდა დაითვალოთ დაახლოებით, რომ წამალი ბოლომდე შევიდეს კანში და ასე ვთქვათ არ დაგვექცეს. კიდე რა შეიძლება გითხრათ ამის შესახებ. ინექციის ადგილზე ვისაუბრეთ, თქვით რომ კანის ზედაპირის დამუშავება არ სჭირდება არც გაკეთებამდე ნემსის და არც გაკეთების შემდეგ. რაც შეეხება თვითონ მედიკამენტის შეძენას, იმ ნემს, რომელსაც უკვე იყენებთ, შეგიძლიათ შეინახოთ ოთახში 3-დან 30 არაუმეტეს 30 გრადუს ტემპერატურისა, მზის სხივებისგან დამალულ ბნელ სივრცეში, უჯრაში, მაგალითად კარადაში, მაგრამ რადგან უკვე ზაფხულია, მე გირჩევთ, რომ მაინც შეინახოთ მაცივრის გარეთა ჯიბეში, სადაც ბოთლებს ვათავსებთ. არავითარ შემთხვევაში საყინულეში არ შეინახოთ. ხოლო თუ ზედმეტი გაქვთ, მაგალითად 2-3 ესეთი გაქვთ სიტყვაზე შეძენილი, რომელსაც არ იყენებთ და ჯერ გამოყენებული გახსნილი არ არის, ის აუცილებლად მაცივარში უნდა შეინახოთ ისევ და ისევ გარეთა უჯრაში მაცივრის.
უმჯობესია მედიკამენტი გამოიყენოთ გახსნიდან 6 კვირის, ანუ თვენახევრის ვადაში, თუმცა მაქსიმუმ 2 თვის ვადაში უნდა მოხდეს მედიკამენტი გამოყენებული. თუ ეს სითხე არ იქნება გამჭვირვალე, ანუ სხვა ფერის იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ მედიკამენტი გაფუჭებულია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოთ. ანუ როგორც უკვე ვთქვით, მთავარი რაც მინდოდა მეთქვა, რომ ეს 18 დატრიალება არის 0.25 მიასედი მილიგრამი, ხოლო 36 ესეთი დატრიალება არის 0.5 მილიგრამი. როცა 1 მილიგრამის დოზით გჭირდებათ, ბოლომდე ატრიალებდა თვითონ დაეწერება 1 მილიგრამი.